მოგესალმებით მეგობრებო. მინდა ერთი ისტორია მოყვე, მამაჩემი დალევა უყვარდა, მაგრამ ბოლომდე სვამდა, ისე ამაში მეცდე მემგვანე. ერთ დღეს მოდის მაგარი მთვარი რა, კედელს მოყობა, კედლებს და ბინებს შორის ახლო მანძილია და ახერხებს. ერთი ბინის კედლიდან მეორე ბინის კედლამდე გადეირბინოს რა ვარცხა და ამ გასაჭიში რომ მოდის და ერთი ახალგაზრდამ გამოუარა, იცოდა ბატონო გურამიო, მიგიყვანს სახლამდეო და მამაჩემ ახლა როგორც თროლმა ვილკები გეიყარა და რამჭი შენი მისაყვანი შენი დედაცო. ხო და ამ ბიჭმა ცდილობიანი იყო რა თქმა უნდა და კაი ბატონო გამეგელევა მაკედელიდან მერე ვისი დედაცო მაგას ნახაო და ასრულდა ყველაფერი კაი ბინებს შორის უკვე დიდი მანძილი იყო ვერ გადევიდა და 3 საათი იდგა კედლის ბოლოში. ამით რისი თქვა მინდა ქართული ოცნებავ ქართული ოცნების ხელისუფლებავ გამეგელიათ კედლები რომელსაც მოყობით ეს ერთ-ერთი კედელი აგერ ირანია და ახლა დაჭით ერთი რუსეთის იმედად მაგრამ რუსეთის იმედად იქნა ჩემი მტერი რადე ეხმარა ვენესუელას, სირიას, სომხეთს, აგერ რას ეხმარება ირანს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კარგად უყურებთ, ამიტომ დროა გონებას მოუხმოთ რა. კედელი გამოლეული გაქვთ უკვე და კეთილი ინებეთ და იფიქრეთ ქვეყნის გადარჩენაზე და ქვეყანაზე რო აფიქროთ კი ვიცი, მაგრამ თავის გადარჩენაზე იფიქრეთ, თავის გადარჩენაზე იფიქრეთ. მადლობთ ყურადღებისათვის.